და რამდენიმე წუთის წინ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიასა და ქართული ოცნების წევრებს შორის პარლამენტის ხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც ხდომათა დარბაზი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა დატოვეს. ხდომაზე რამდენიმე წუთით შესვენება გამოცხადდა ოპოზიციის პროტესტს, მმართველმა გუნდმა პოლიტიკური მასკარადი უწოდა. მოგესალმებით. ნამდვილად გულწრფელი მინდა ვიყოთ და გეტყვით, რომ ნამდვილად არ მშურს არც ერთი თქვენგანი, საერთოდ დღეს ვინც წარმოადგენთ ქართულ ოცნებას. იცით რატო არ მშურს? იმიტომ რომ დანამდვილებით ხედავ თქვენს მომავალს, თანაც უახლოეს მომავალს. დანამდვილებით ხედავ, როგორ გაფასიცებით, ზოგი ეცდებით მომდევნო ხელისუფლებასთან მითვალსწინებას და ზოგი მიეკედელებით და ეტყვით, რომ მიშველეთო. რატო იცით? იმიტომ რომ დღეს თქვენ რეალურად ამ საკონსტიტუციო პროცესით სათავე დაუდეთ ძალიან შეუქცევად და ძალიან მტკივნეულ პროცესს, რომელიც რა თქმა უნდა ბუმერანგებით მოგიტრიალდება თქვენ უკან. თქვენ ამ საკონსტიტუციო პროცესით დაადასტურეთ, რომ ამ პროცესში ხართ მარტო. არც ერთი მოკავშირე თქვენ არ ყავთ. და რაც არ უნდა ილაპარაკოს ქაბატონმა ეკაბესელიამ, რომ აქაც არ არის ჩემი ტანი და თავიო, თქვენი ტანი და თავია, ქაბატონო. თქვენ იღებთ ამ კონსტიტუციას. ისე რომ არც ერთი პოლიტიკური მოკავშირე არ ყავთ, არც ერთი საზოგადოებრივი ჯგუფი არ ყავთ მოკავშირედ. არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია არ ყავთ. რას საუბრობთ, რა იყო უწინ წლების წინ? დღეს ერთი მოკავშირე მაინც ყავთ, ხო, არ ყავთ, ეს ხო ფაქტია. თქვენ აკანონეთ რეალურად დიქტატორულ და კლანურ კონსტიტუციას. თქვენ ართმევთ საქართველოს მოქალაქეებს უფლებას, რომ მომდევნო წლებში ოდესმე მაინც გადაირჩიოთ ხელისუფლება, ანუ გადაირჩიოს ძველი მთავრობა და აირჩიოს ახალი მთავრობა. ამას აკეთებთ. არ არსებობს კონსტიტუციის გარშემო ელემენტარული თანხმობაც. არანაირი ნიშანწყალი არ არსებობს კონსენსუსის. ეხლა ის რომ ქაბატონი ენძელა მაჭავარიანი და ქაბატონი ბესელია შეთანხმდნენ, გასაგებია, თქვენ შორის არის თანხმობა. ის რომ ბატონი კობიაშვილი და ბატონი კალაძე ერთმანეთში შეთანხმდნენ, დიახ, ეს არის თანხმობა. ის რომ ბატონი ვოსკი და ბატონი ქანთარია შეთანხმდნენ, ეს არის თანხმობა. მაგრამ თქვენ შორის არის თანხმობა და არა საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის. ამიტომ მართლა გულწრფელად გეუბნებით და ადრეც გამიმეორებიეთ და დაკვირდით. ყოველთვის გაგიმეორებთ. ის რომ დღეს თქვენ ხართ აქ ბევრი. ამა თქვენ როგორ ჩანს მართლა შეცდომაში შეგიყვანა და გონიათ, რომ უმრავლესობაში ხართ აი ამ დარბაზის მიღმა. ძალიან ცუდად დაგიждდებათ, ძალიან ცუდად მოგიტრიალდებათ დღევანდელი დღე. იმიტომ რომ რაც არ უნდა გულზე მჯიღი ითხრათ, ბატონი ოქრიაშვილი, რომელიც იჯდა და ხელს ყველაფერზე წევდა ნაციონალური მოძრაობის რიგებიდან და დღეს თქვენ იყავთ და ასევე ყველაფერს აკეთებს ხელს წევს, დიახ, პირველი იქნება, ვინც გიღალატეთ უმრავლეს ადამიანებთან ერთად. ყოფილ ნაციონალური მოძრაობის ადამიანებთან საუბრებით, ბატონი ეკა, რომელიც თქვენ რიგებშია. ბატონი ოქრიაშვილი, მუთაკებით მოტანილი ადამიანი დღეს ამ დარბაზში გიზით. და ეს ადამიანი არის, ესე იგი კრისტალი. და ის ადამიანი არის, ვის დღეს წარმოადგენს ჩემ პოლიტიკურ გუნდს, დამნაშავე. ამიტომ ღმერთმა გაგიმარჯოთ. არ შეგისით ეხლა ხელს. არ დაგიღოთ იდილიას, გამორთეთ თუ შეიძლება შეურაცხყოფებზე არის კოლეგა გადასული, გამორთეთ. გრიგოლ ილუაშვილი. ალბათონეგა. კოლეგებო, ძალიან გთხოვთ. რეალურად არ დასმულა არც ერთი შეკითხვა. როგორც ჩანს, ოპონენტებს არ გააჩნიათ არანაირი შენიშვნები დოკუმენტთან. ბატონო ნიკა, გთხოვთ, ან დატოვოთ დარბაზი, ან დაბრუნდეთ თუ შეიძლება და ბატონო ნიკა, აქ კონცერტი არ არის, თუ შეიძლება. ბატონო ნიკა, თუ შეიძლება დატოვეთ დარბაზი. უგავამოა ეხლა თორსა. უგავამოა. კარგით, შვიდად გავაგზავნოთ ბატონი ემზარ-კვიციანი. შვიდად, კოლეგებო, შვიდად. მანდატურებს თქო გაიყვანეთ ბატონი ნიკა დარბაზიდან, თუ შეიძლება არ ღვევს ყველანაირ წესს.